დღის ხასიახლეები ბავშვთა ახალ კლინიკაში ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი გაეხსნა. ცენტრის მიზანი სხვადასხვა საჭიროებების მქონე ბავშვების ფსიქოლოგიური დახმარება. პრეზენტაციას ახალ კლინიკაში დღეს ჯანდაცვის მინისტრიც ესწრებოდა. ახალი კლინიკიდან პირდაპირ ეთერში ნათია სონღულაშვილი გვერდება. ნათია, რა ფუნქციები ექნება ბავშვთა ფსიქოსოციალურ ცენტრს? ბავშვების ფსიქოსოციალური ცენტრი არის სიახლე და ეს პირველად ფუნქციონირებს საქართველოში. ბავშვთა ახალ კლინიკაში მისულ ბავშვებს სპეციალისტები და ფსიქოლოგები დაეხმარებიან სტრესის შემცირებაში და ძირითადად იქნება გამოყენებული თამაშის თერაპია. დღევანდელი ცენტრის პრეზენტაცია ჯანდაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე დაესწრო. ეს ინიციატივით ითით, რომ ამ წლის სექტემბრიდან ყველა სკოლამდელი ბავშვი იქნება დაზღვეული, მიიღებს სამედიცინო დაზღვევას, მაგრამ მთავარი ბავშვებისთვის არის არა მხოლოდ სამედიცინო მომსახურება, არამედ ფსიქოლოგიური მხარდაჭერაც. ბავშვები, რომლებიც კურდალობენ, მათი ოჯახებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ფსიქოლოგიური დახმარება, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. საბჭოთა კავშირის დახმარებით მსგავსი ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი მოეწყო ახალ ბავშვთა კლინიკაში. მე ყველა რად ხარჯს ვწერა ამ იდეას და ვფიქრობ ძალიან ბევრი ბავშვისთვის ეს კურდალობა გახდება უფრო მოკლევადიანი. პროექტს ახორციელებს საქართველოს სამარიტელთა კავშირი. ეს პროექტი სიახლეა საქართველოსთვის. პროექტის მიზანია დაინერგოს ფსიქოსოციალური მომსახურება საქართველოს პედიატრიულ კლინიკებში. პროექტის მხარდამჭერები არიან გერმანიის სამარიტელთა კავშირი და ორგანიზაცია აქციონ მენში. პედიატრიული დაწესებულება ეს ის ადგილია, სადაც პირველ რიგში მომსახურებას იღებს ბავშვი. ამიტომ ყოველთვის უნდა ვზრუნავდეთ, რომ კლინიკაში მოსულ ბავშვს დავახვედროთ ბავშვზე ორიენტირებული გარემო და ფიზიკურ გამოჯამრთელებასთან ერთად მის ფსიქოლოგიურ და პიროვნულ საჭიროებებზეც ვიზრუნოთ. აი ეს სერვისი ფსიქოსოციალური სამსახურებელი საქართველოს სამარიტელთა კავშირის მიერ ხორციელდება. ეს პროგრამა სწორედ აი ასეთ სტრესზე ორიენტირებულ მომსახურებას თავაზობს ბავშვთა ახალ კლინიკაში მოსულ პაციენტებს. პროექტი ხორციელდება საქართველოს სამარიტელთა კავშირის მიერ და პროექტის მიზანი არის ბავშვებზე ორიენტირებული სამედიცინო მომსახურების განვითარება და საქართველოში ამის დანერგვა. ბავშვთა ახალ კლინიკაში ფსიქოსოციალური დახმარების ცენტრი გაიხსნა. პირდაპირ ეთერში ნათია სონღულაშვილი საუბრობდა.